არასდროს იქნება ვოუკი აღნიშნა ტრამპმა. Official policy of the United States government that there are only two genders. ჩვენი მთავარი პოლიტიკაა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი. მე ხელი მოვაწერე მამაკაცების, ტრანსგენდერების ასპარეზობის საკრძალოს ქალთა სპორტში. დღეიდან ქალთა სპორტულ გუნდებში ბიჭები აღარ დაიშვებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაფინანსება შეუწყდებათ. ეს მცირე ნაწილია იმ რევოლუციისა, რომელიც დავიწყეთ და მას მსოფლიო ახვა. ჯერა რომ ადამიანი პროფესიული ნიშნით უნდა დასაქმდეს და არა გენდერის ან რასის მიხედვით. თანამდებობის დაკავებიდან მალევე ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს საჯარო სკოლებში ჩვენი შვილების ტრანსგენდერული იდეოლოგიით ინდოქტრინაციას. მე ასევე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ შეწყდეს დაფინანსება ნებისმიერი დაწესებულებისთვის, რომელიც ეწევა ჩვენი ახალგაზრდების სქესობრივ დასახიჩრებას. ახლა მინდა რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადებს სქესის შეცვლას ბავშვებში და სამუდამოდ დაასრულებს ტყუილს, რომ ნებისმიერი ბავშვი არასწორ სხეულშია ჩარჩენილი. ეს დიდი სიცრუეა და ჩვენი გზავნილი ყველა ბავშვისთვის ამერიკაში არის ის, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა შექმნათ. რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას პრეზიდენტ ტრამპის თქმით, მან დღეს მნიშვნელოვანი წერილი მიიღო პრეზიდენტ ზელენსკისგან და უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიდეს რაც შეიძლება მალე. ტრამპის განცხადებით ზელენსკი მზად არის ხელი მოაწეროს შეთანხმებას წიაღისეულის შესახებ. ამავე დროს თქვა, რომ მან რუსეთისგანაც მიიღო ძლიერი გზავნილები, რომ ის მზად არის მშვიდობისთვის. I'm also working tirelessly to end the savage conflict. მუშაობთ, რომ ეს საშინელი ომი უკრაინაში დავასრულოთ. უამრავი ადამიანი იღუპება და ამას დასასრული არ უჩანს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით მილიარდი დოლარი გაუგზავნა თავდაცვისთვის. თქვენ გსურთ კიდევ 5 წელი გააგრძელოთ ეს დაფინანსება. ყოველკვირეულად 2000 ადამიანი ან მეტი იღუპება. მინდა ეს სისასტიკე დასრულდეს. ევროპამ რუსული გაზისა და ნავთობის შეძენაზე გაცილებით მეტი ფული დახარჯა ვიდრე უკრაინის დახმარებაზე. ჩვენ კი 350 მილიარდი დოლარი გადაურიცხეთ. ჩვენსა და ევროპას შორის სამხრივ სხვაობა დიდია. თანაც ევროპა ამ ხარჯს უკან მიიღებს, ჩვენ კი არა. ზელენსკისგან წერილი მივიღე, რომ უკრაინა მზად არის სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად. ჩვენ მზად ვართ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მუშაობისთვის. რაც შეეხება მინერალების შეთანხმებას, უკრაინა მზად არის ამ შეთანხმებას ხელი მოაწეროს. მე ამის შესახებ ზელენსკიმ წერილობით მაცნობა. მასში ნათქვამია, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. ეს ხომ შესანიშნავი იქნება. დროა ეს სიგიჟე დასრულდეს, შეწყდეს მკვლელობა და უაზრო ომი. ამერიკა დაბრუნდა. ამერიკული ოცნების შეჩერება შეუძლებელია. ხმამაღალი და ოპტიმისტური განცხადებებისა და ოვაციების ფონზე წარიმართა პრეზიდენტ ტრამპის თითქმის 2 საათიანი სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ ხტომაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა. მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი 6 კვირის მიღწევებზე საუბრისას თქვა, რომ 43 დღეში უფრო მეც მიაღწიეს, ვიდრე უმეტესმა ადმინისტრაციებმა 4 ან 8 წელიწადში. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა მისი პრეზიდენტობის პირველ თვეში მიღებული გადაწყვეტილებები. მათ შორის ისაუბრა უცხოური დახმარების შეჩერებაზე, გაფლანგულ თანხებზე. გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ. მილიარდობით დოლარი არამიზნობრივად იფლანგებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით შევამცირებთ გადასახადებს და დავასრულებთ ამერიკელი ხალხის ფულის ფლანგვას. ამისთვის შევქმენი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი DOGE, რომელსაც სათავეში ილონ მასკი უდგას. მადლობა ილონ, ჩვენ შევაფასებთ შენს მუშაობას. მას მარჯვენა ფლანგი აფასებს, მაგრამ არ აღიარებს. ბევრი თაღლითური სქემა გამოვავლინეთ და ეს ილონ მასკის ხელმძღვანელობით ნიჭიერმა ახალგაზრდებმა გააკეთეს. ჩვენ დავიბრუნეთ ფული და შევამცირეთ სახელმწიფო ვალი. თაღლითური სქემებით 100 მილიონი დოლარია გაფლანგული. გამოვავლინეთ თაღლითობა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში. მთავრობის მონაცემთა ბაზაში 4,7 მილიონი ადამიანია. ნაწილი 100-დან 140 წლამდე ასაკისაა. ერთი კი 360 წლისაა და ის შემწეობას იღებს. ის ჩვენ სახელმწიფოზე 100 წლით უფროსია. გამოვავლენთ სად იხარჯება ეს ხარჯები და ეს სასიამოვნო არ იქნება. ჩვენ ამერიკელ ხალხს თავის ფულს ისევ ჯიბეში ჩაუდებთ. ჩვენ ყავს 100,000-ობით ფედერალური თანამშრომელი, რომელიც სამსახურში არ ცხადდება. ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას ამ უპასუხისმგებლო ბიუროკრატიისგან და ჩვენ კვლავ აღვადგენთ ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ცვლილებას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება თანამდებობიდან, რადგან ჩვენ ვწმენთ ამ ჭაობს. არავის მიერ არჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა.
ტრამპმა შტატების გეოპოლიტიკურ ინტერესებზე ისაუბრა, რაც გრენლანდიის შტატების შემადგენლობაში შესვლას და პანამის არხზე კონტროლის აღდგენას გულისხმობს. ასევე ყურადღება გაამახვილა საპასუხო ტარიფებზე. მაქვს გზავნილი გრენლანდიელებისთვის. ჩვენ მხარს უჭერთ იმას, რომ თავად განსაზღვროთ საკუთარი მომავალი და თუ თქვენ აირჩევთ, რომ შტატების შემადგენლობაში ყოფნა გსურთ, მიგიღებთ, დაგიცავთ და გაგამდიდრებთ. გრენლანდია მნიშვნელოვანია შტატების სამხედრო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ დავიბრუნებთ პანამის არხს. სავაჭრო პარტნიორობის მიმართ შტატების საპასუხო ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან შევა. ეს ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანს. მექსიკამ და კანადამ შტატებში ფენტანილის შემოდინება დაუშვა, რამაც ბევრი ადამიანის და ოჯახის განადგურება გამოიწვია. ისინი მილიონობით სუბსიდიებს იღებენ და ამას ამერიკის შეერთებული შტატები აღარ გააკეთებს. საქართველოს მზადა აღადგინოს პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. წერს ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker-ი. სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისი ფუნდამენტურად ეთანხმება ვიცე-პრეზიდენტ JD Vance, როდესაც ის მოუწოდებს ევროპელ ლიბერალებს შეწყვიტონ ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების არჩევნებში. სტატიაში საუბარია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე. წერია, რომ საქართველოში დაახლოებით 26,000 არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მაღალი მაჩვენებელია. და 90% უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული. აქვე ვკითხულობთ, რომ უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი თბილისი პრაიდი იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის რევოლუციური სემინარები მოაწყო. სტატიაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც არის საუბარი, არ მიერთებოდა სანქციებს, რის გამოც სტატიის ავტორის თქმით, მთავრობას პუტინისტური რეჟიმის იარლიყი მიაწებეს. აქვე აღნიშნავს, რომ საქართველო არ არის პრორუსული ქვეყანა და თბილისს არც კი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან.